ჩემო საყვარელო გამომწერებო, ვისაც გინდათ თევზი გამოიყვანოთ, აი ესე ნახეთ, ორაგული სანდროს მეთოდით ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, უგემრიელესია. მოგესალმებით. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, გინაწილასთან მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი და შემოგთავაზოთ კვლავ ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი არა რეცეპტი რა თქმა უნდა ეს ვისწავლებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგად გამოდის. დიდი ხნის განმავლობაში ამზადებ. და რას ამზადებ? ორაგული და დავჭრა წვრილად, დავამარინადო, საბუტელოდე გაჭრებად და და რისთვის გამოვიყენებთ? შევჭამთ. კიდე? სუშისთვის და რა ვიცი, რაც გაგვეხარდება. გამოყვანილი თევზი და სასუფევა ყველაფერს საქართველოს პიურესთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და საახალწლო სუფრისთვის რა თქმა უნდა. ასთავარია პირველ რიგში რომ მოაჭრათ თავი. მიდიება. ირიბად. ეს. ირიბად რატო? იმიტომ რომ იქიდან მე კარგად იმას იზამნა, ხო მივიდგები. ნაჭრები რო წამოიყვანო. მე რო წავიდეს კარგად. მე რამდენ კილოიანი ორაგულია? ეს არის 5 კილომდე ეს ორაგული და კარგად ზღვის არ არის რა თქმა უნდა. ზღვის არ არის, ასეთი რაღაცა გამოვიდა, ეს სამკითხელად მოაჭრეთ. თავი. ამასაც მე შემოგთავაზებთ რა კერძო ამზადებ. ძალიან ბევრი ხორცი და მე ამას ან სალატში, ან ხაში, ან ამეში გამოვიყენებ. აი ნახე ხა უყურეთ ხელებში. რა მარტივად მოატრიალოთ ეხლა ჩვენი თევზი და გადააქცევს ფილეთ. წავიდა. მე ვერ ვისწავლე, ერთადერთი ეს ვერ ვისწავლე რა. დაწყება არის ამე ცუდი. აი კაცური საქმეა მაინც. ქალი ვერ მოელევრევა სანდრო მაგას რა. კუდი არ მოაჭერი? ერთი სული მაგ რამდენი 2 დღეში უკვე გამოვა ხო? თუ 3-4 დღე? ერთი სული მაქვს სუში მინდა რომ მოვამზადო. კარგი რეცეპტი მაქვს და ესე და ეხლა წავიდა მოსიჭრა. სილა ეხლა მე რომ წავამეღო ჩემი სპეციალური დანა როგორც ვამუშავებ. აუ ის დანა როგორ არ წამოვიდა დიკასი. ეს იქით ახვედი სანდრო ცოტა. ისე გინაც ნუჩქაროვში და საწავეზე როგორ წავედი? ხო ხორცი დაგჭა. ხორცი. აჰა. ესეც შუაზე გაჭრა. ეს ერთი ნაჭერი გამოვიდა აი ესეთი. მე ამას დავაბუშავ, რა თქმა უნდა, ჯერ გადავდოთ ესეც გვერდით, იმიტომ რომ მეორე ფილე რო დავამზადო. აი ნახე როგორ აჭერი. ეს მჭირდება უხასთვის. ეს ძალიან კარგად ავჭერი. შემოხატულა. ბევრი ხორცი გააყოლე შეუხერო. წავიდა. ესეც გამოვიდა მეორე ფილე. ხო. ეს ახლა შენ რომ ნერვიულო, ხო, მაინც უნდა დავამუშავო. ეს ხარ მოწავაჭრე, ეს ხარ მოწავაჭრე და უნდა გავასუფთავ. ეხლა ეს ამას რა შეიძლება? ეს არ გადავაგდოთ, უხა გავაკეთო. უკაც უხა უნდა გავაკეთო მეთქი, ამისი ის. ძალიან გემრიეს რეცეპტს აუცილებლად დავდებ. გამოვაძო და სასწაულ უხას აკეთებს და დავდებთ. უხას არ გავაკეთებ. არა, უხა მინდა. წვნიანი. გავაკეთო თევზის სუპერ სოეძახიან ხოლმე იმითი რა ქვია. კინზბარში ნაჭრებად ჩადებული და ამას ეხლა რა შვები? ხო, ვათავისუფლებ ზედმეტი ძვლებისგან. ჩვენ ფილეს. ეს. აქედან მოყოლებულია სულ ზედმეტებია და წავა. მაშინ რა ქვია? არაფერი არ გადაიყრება წვნიანში ხვალ შემოგთავაზებთ. კი, აბა, ამას უხარშავ და ამის რეცეპტსაც აუცილებლად დავდებთ, აი უგემრიელეს წვნიანს ამზადებს.
აჰა. აი ნახე როგორი ნაჭრებია. ამასაც ახლა დაჭრის და ხვალისთვის გაამზადებს წვნიანისთვის. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ფილე დატოვე ხო? აჰა. აი აქედან გამოვიდა ესეთი ფილე. ბევრი ათხოვები აქ ისე სანდრო. ათხოვია ეს კაცო ისო გაიჭრება მე. კარგი და უკვე დაჭრას იწყებ თუ მეორეს დაამუშავე. მეორეს დაამუშავე და ეხლა რა შვებით სანდრო? ეხლა მამის მარინადისთვის კი არა და ხო დასამარილებლად ჭირდება 6 კოვზი მარილი. აი სავსე ხო? ნახე როგორი სავსეა, 6 კოვზი დაიმახსოვრეთ. 2 და 3. 6 კოვზი მარილი ჭირდება და 2 კოვზი შაქარი. ანუ 3 კოვზ მარილზე უნდა 1 სუფრის კოვზი შაქარი. ხო. აი ეს არის აი ძალიან ისეთი კაი პროპორციები. კარგად გადავურებთ. კარგად გადავურებთ ესე. და ზათ არის ეს ჩვენი ეხლა და ვიწყებთ უკვე დაჭრას. დაჭრისთვის კუდიდან ვიწყებ ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ მაინც პატარ-პატარა ისინი რა ქვია, ხარვეზები აქვს კუდის ხარესულთან. არის ხოლმე და გამოდის დაახლოებით აი ესეთი ნაჭერი. ჩვენიერი ნაჭერია. ესეთი გემრიელი. ხო. ესეთი ნაჭერი გამოვიდა. ჩვენიერი. ცოტა თხელი არ წავა, ხო? ცოტა თხელი იცი რა არის, შეიძლება ყველაფერი, მაგრამ შეერთი რომ მე შემიდანა რომ წავმეო. სხვადანაც მოგიტანება. რატო იცი სუშისთვის მინდა? არა, დავათხელებ ეხა ნელა-ნელა. უკვე ეს პირველი პირი ხო წავიდე, დავათხელებ. კი ბატონო. კაი, აი ეს თინაჭრები მინდა რა. ეს ნახე. აი, ეს არის ქარხნული უკვე, ფირმენი. და აი ესე მთლიანად გააკეთებს და მე ჩაწყობასაც გაჩვენე. ხო მიხვდით მარტივია ძალიან, ნახეთ როგორი ნაჭრებია. და მე ჩაწყობასაც გაჩვენებთ და ბოლოს რასაც გააკეთებ, იმასაც გაჩვენებ. ეს აფსუსის დანა. და ასე გავიდა ბოლომდე, ნახეთ, რა ცოტა დარჩა ერთი მთლიანი უკვე დაასრულა და ეხლა ბოლოს შრიხს გაჩვენებთ როგორ ააწყობს. თავარი რაც არის დამარილების პროცესი. აი ჩართულია, მიდი. ეს დავიწყეთ უკვე ამისი ესა რა ქვია? აწყობა. აი აწყობა ერთი ფილე დავჭერეთ ჯერ ხოლმე. და ამას პირველ პირზე რა თქმა უნდა. ესე. ეს ცოტა ესეთი ნაჭრები რაც დავშე დავაწყობ ძირზე. ცოტა ის შინაურული ნაჭრები. რაც ვეღარ დაიჭრა უკვე, იმიტომ რომ სამწუხაროდ ქარხანა არ ამაქვს მე და ხო, მაგრამ ეგ ყველაზე გემრიელი ნაჭრებია. ეს ყველაზე გემრიელი ნაჭრებია საბუტერბროდე აბა. და ეხლა წავიდა უყურეთ პირველი ფილმი. წავიდა. ცა. ეს არ დავუდგოთ ის. ესენი ცოტა. მოკლედ ეს რომ გააკეთოთ, გჭირდებათ აუცილებლად ძალიან კარგი დანა. პირველ რიგში. ძალიან კარგი. თუ გინდათ რომ არ დაგეჭიჭკნოთ. ბასრი. ბასრი და ესეთი თევზის დანა, რომელიც ჩვენ გვაქვს. რა ჯერდა და დავაწყდა. ხო, ბევრი რამე დაგვაუწყდა თბილისში. აი ესე. წავაყვეთ ასე. და აი ესე ფენა აწყობს და ბოლომდე გადაავსებს და ბოლოში როგორ ავალ და როგორ აივსება იმასაც. წავოვიდა ეს ნაჭრები. კარგი ნაჭრები. ეს არის უკვე საჩვენებელი ნაჭრები. სამეფო ნაჭრები, სასტუმრო ნაჭრები. ადიდასის ნაჭრები. ადიდასის ნაჭრები. ესე აავსებს ბოლომდე. თან აი ამ ნაზავით, ეს არის შაქრის და მარილის ნაზავს, ვაყრით ბოლომდე დააყრის და მე ბოლოში გაჩვენებთ. და აი ნახეთ. საბოლოო ჯამში გამოგივიდა ესეთი რაღაც. ამდენი. თითქმის გაივსო. ნუ თითქმის გაივსო. საკმაოდ ბევრია. იმისთვის რომ 1-2 კვირა კარგად ჩვენაერ მოაჯახოთ ამ სტუმრებსაც რომ მივართოთ. ადგილზე რა თქმა უნდა. უკეთ მოამზადეთ სანდროსგან გამოყვანილი თევზი ნამდვილად არინანი. ამას 2 დღე უნდა ეხა მაცივარ და всё, მორჩენილი ამას ამბავ.
ორი დღე, 2-3 დღე მაცივარში გავაჩერებთ და მე ზოგი ზედსაც ასხავს ხოლმე კი, და არა, ჩვენ ზედში ნაწილი ისე შეიძლება და მშრალადაც და ეს ყველაფერი კარგად იქნება. აბა გემრიელად.